საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტში. საღამოს სოფელ ბაკურციხეში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაზე ქრისტიანობის მნიშვნელობასა და საქართველოს ისტორიაზე ისაუბრეს. ასევე გაიმართა არაშენდის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგის ლალი ნახუცრიშვილის ნახატების გამოფენა. ფოლკლორულმა ანსამბლებმა შეასრულეს მუსიკალური ნომრები, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი თემატური პრეზენტაციები წარმოადგინეს. ღონისძიება მუნიციპალიტეტის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა. საღამოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ბაკურციხეში გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმში. საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ღონისძიებები აღინიშნებოდეს ასე ლოკალურად ყველა სოფლებში. ეს ერთიანობაში ქმნის ძალიან დიდ მუხტს და განსაკუთრებული აღნიშვნის შესაძლებლობას ამ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღის. დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან წელს საქართველო აღნიშნავს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად შემოღების 1700 წელს, საიუბილეო წელია და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ქრისტიანისთვის, თითოეული ქართველისთვის, რადგან ამ ისტორიის განმავლობაში იკვეთებოდა ქართველი ხალხი როგორც ღირსეული, ერთმორწმუნე და ერთსულოვანი ერი. ღონისძიების მიზანი იყო ის, რომ ჩვენს საზოგადოებას, პედაგოგიურ საზოგადოებას, სასკოლო საზოგადოებას, ჩვენს მოსწავლეებს კიდევ ერთხელ გაგვიაზრებინა ის მნიშვნელობა, რაც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას ჰქონდა ჩვენი ქვეყნის განვითარების, კულტურული წინსვლის, ეროვნული მთლიანობის შენარჩუნების საქმეში და ვფიქრობ, დღევანდელმა ღონისძიებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა და კიდევ უფრო გაგვამთლიანა, კიდევ უფრო დაგვაახლოვა იმ მიზნებთან, რასაც სწორად ცხოვრება, ქრისტიანული ცხოვრება, კაცთმოყარეობა, ურთიერთთანადგომა და უფლის შიში და სიყვარული ნიშნა.